მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის გაგრელის პოდკასტის მესამე ეპიზოდი. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ლადუნა ფეტვარიძე, თესეუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, ჩემი ყოფილი ლექტორი. პირველ რიგში მე მინდა გთხოვოთ, რომ დაგვასაბსკრაიბოთ YouTube-ზე, გამოყვეთ Facebook-ზე და გამოიწეროთ ჩვენი არხი TikTok-ზე. მადლობა ლადო სტუმრობისთვის. ჩვენი მოდი თავდაპირველად დავიწყოთ ელექტრონული არჩევნებით. საქართველოში პირველად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, საკმაოდ ბევრი ხარვეზით. და მე ვიცი, ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა შენთან ერთად შენთან ვსწავლობდი, მაშინ მახსოვს, რომ ესტონეთის მაგალითზე, ხო? ესტონეთის მაგალითზე ელექტრონულ და ინტერნეტ არჩევნებზე მუშაობდი რა. მოდი ჯერ დავიწყოთ საქართველოს მაგალითზე და მერე გადავიდეთ უცხოურ მაგალითებზე და იმაზე თუ რა პრევენციული ზომები შეიძლება არსებობდეს სამხრივ. კი ბატონო, აბა. ხო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. გისურვებ წარმატებებს, მივესალმები, ძალიან კარგი ინიციატივაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესოდ გაგრძელდება თქვენი ეს პროექტი. რაც შეეხება არჩევნებს და საქართველოს მაგალითს, საქართველოში მართლაც პირველად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, თუმცა მანამდე წინა წლებში იყო საპილოტე არჩევნები ჩატარდა რამდენიმე უბანზე და აი ახლა 2024-ში იყო ფაქტობრივად უმრავლესობა ოლქი მოცული ამ ელექტრონული ხმისმიცემის აპარატით. 15%, ხო? კი. მოკლედ ამომრჩეველთა დაახლოებით 90% შეეძლო მიიღო მონაწილეობა. პატარა ოლქები იყო დარჩენილი, სადაც ძველი სტილით გრძელდებოდა ხმისმიცემა, ანუ ჩვეულებრივად ქაღალდის ბიულეტენით. რაც შეეხება ახლა აი ამ არჩევნებს, რა ვიცი, იმდენი რაღაცა ითქვა, იმდენი დაიწერა, ძალიან რთულია ახლა რაღაცა ახალზე საუბარი. მე შემიძლია ჩემი პერსპექტივიდან ვისაუბრო და მოდი დავიწყებ აი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მე მგონია, ძალიან ბევრი ადამიანი საკმაოდ სამართლიანადაც საუბრობს იმაზე, რომ აი იგივე თუნდაც ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი რატო გვეუბნებოდით მანამდე, რომ ეს ამ არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი. აი აქ მინდა რაღაცა ყურადღება გავამახვილო ჩვენი მაყურებლის და მსმენელის და რომ განსაზღვროთ თვითონ რას ნიშნავს არჩევნების გაყალბება და რა იგულისხმებოდა. მეც პირადად სოციალურ ქსელებში დამიწერია კიდევაც, რომ აი ამ აპარატების გამოყენება დიდწილად უზრუნველყოფდა იმას, რომ ხმის დათვლის პროცესი ყოფილიყო გამართული. ანუ ეს ზოგიერთ შემთხვევაში ხალხმა გაიგო, რომ არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი, მაგრამ მე შემიძლია ვისაუბრო, მე რას გულისხმობდი აი ამ აპარატების ინტეგრაციაში, რომ აი სასიკეთო წარდგებოდა პროცესი და ესეც იყო. ეხლაც ვიტყვი, რომ უშუალოდ აი აპარატების ტექნიკური თვალსაზრისით გამართულობა იყო უზრუნველყოფილი. აპარატი ითვლიდა ზუსტად, მაგალითად, თუ საარჩევნო უბანზე მოვიდა 500 ადამიანი, ამ 500 ადამიანიდან ერთმა ნაწილმა მიცა ერთ პარტიას, მეორე ნაწილმა მეორე პარტიას, აპარატი ზუსტად აფიქსირებდა და ითვლიდა და აღიქვამდა აი ამ გაფერადებულ უჯრებს. მე ხო ხელითაც გადავითვალე, მე პირადად ვიყავი დამკვირვებელი ერთ-ერთ უბანზე, თემქაზე. ზუსტად არ მახსოვს რომელი უბანი იყო, რაღაცა სკოლა იყო. ერთი-ერთში დაჯდა აპარატის დათვლილი რაოდენობა, მე უკვე ხელით გადათვლილ რაოდენობასთან. თუმცა ეს თავისთავად არ გულისხმობს, რომ გარანტირებულად არჩევნები უხარვეზოდ წარიმართა და რაღაც პრობლემა არ ყოფილა, ან ზუსტად ის შედეგები დაჯდა, რასაც თქვათ ამომრჩეველი ისურვებდა. ანუ არჩევნების დატვირთვა რა არის მთავარი ღირებულება, ხო? ის არის, რომ აისახოს ამომრჩევლის ნება. თუ ამომრჩევლის ნება არ არის სათანადოდ ასახული არჩევნებში, ნიშნავს იმას, რომ მოხდა რაღაცა манипуляция, რაღაცა გაყალბდა პროცესში. შეიძლება იყოს ეს, თქვათ, ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, იქ რაღაცა უბნის ბიჭების ჩარევა პროცესში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ქმნის სურათს, რომელიც საბოლოო შედეგზე ახდენს დიდ გავლენას. და ეს აი მე მიმაჩნია, რომ არ იყო კარგად გაშლილი ეს თემა, რა იგულისხმებოდა იმაში, რომ აი ეს აპარატების ინტეგრაცია აი ამ პროცესში ხელს შეუწყობდა ხმისმიცემის აი უშუალო დათვლის პროცედურის გამარტივებას. აი ეგ იყო და ეგ. ეხლაც ვიტყვი, რომ დათვლა თვითონ
უშეცდომოდ განხორციელდა აპარატების მხრიდან, აი ჩემ უბანზე 100% დაჯდა 793 ამომრჩეველი იყო, ზუსტად დათვალა აპარატმა, მაგრამ აქ ხო მარტო დათვლაზე არ არის საუბარი. აქ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არის საუბარი. Რამდენად ქონდა საშუალება ამომრჩეველს, რომ თავისუფლად დაეფიქსირებინა თავისი ხმა, არჩევანი. აი ამ მიმართულებით იყო ძალიან დიდი ხარვეზები. და რაზეც ყველა საუბრობს, აი ეს ყბადაღებული თემა, გაჟონვის თემა, რომ მეორე გვერდზე ყველაფერი ჩანდა. კი ბატონო, ნამდვილად ჩანდა და ეს იყო უდიდესი პრობლემა. და ამასაც აუხსნე, რატო იყო წელს განსაკუთრებით, აი ამ არჩევნებზე განსაკუთრებით დიდი პრობლემა, ვიდრე თქვათ იგივე წინა არჩევნებთან შედარებით. და როგორ შეიძლებოდა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ამას მოიხდინა გავლენა აი ამ არჩევნებზე. წეღანაც გითხარით, რომ ვიყავ ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი და მე როგორც დამკვირვებელი შემეძლო ნებისმიერ ადგილას დამდგარიყავი და თვალი მედევნებინა პროცესისთვის. როგორ თქვათ, მიდის ამომრჩევლის რეგისტრირება, ვერიფიკაცია, მერე ამომრჩეველს აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა საარჩევნო 5-თან შემეძლო, მაგრამ იქ არ შემეძლო, სადაც აფერადებს თვითონ თავზე ვერ დავადგებოდ, რა თქმა უნდა. და აი, როდესაც აპარატში ცდილობდა ამომრჩეველი მოეთავსებინა ბიულეტენი, აი იქ უკვე ვეღარც კი ვუყურებდი. იმიტომ რომ უხერხულად გრძნობდი თავს. რას გულისხმობ ახლა? ყოველ ჯერზე, როცა ამომრჩეველი ცდილობდა აი ამ ბიულეტენის აპარატში მოთავსებას, ჯერ ერთი რომ ვერ გამოსდიოდა, იმიტომ რომ ახლა პირველი ვერ მეც არ გამომივიდა. მივაწოდე მე უბრალოდ არ მადარდებს დიდად გაიგებენ თუ არა ვის მივეცნო, მაგრამ თავისთავად მოსახლეობის უმრავლესობას ადარდებს. აი წარმოგიდგენთ, მე ვიყავი ერთ უბანზე დამკვირვებელი და ნახალობაში ვაძლევდი ხმას. დილიდან მოყოლებული 3 საათი ვუყურებდი ცესკოს წარმომადგენლები როგორ ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს, იმიტომ რომ ვერავინ თავისით პირველივე ცდაზე ვერ მოახერხა აი ამ ბიულეტენის აპარატში მოთავსება. და შესაბამისად მე ცესკოს წარმომადგენელი ადგა თავზე და არც მევდა ამ ბიულეტენს არა ის და რაც ქონდა, რაშიც იყო მოთავსებული და ეს აცურებდა იმ აპარატში. ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს წარმომადგენელს ძალიან მარტივად ვერ აკეთებდა. კი, და მე ამას ხო ვუყურებთ 3 საათი როგორ აკეთებს ცესკოს წარმომადგენელი და თან ბრაზობდი, იმიტომ რომ დარღვევა არის. არ შეიძლებოდა ცესკოს წარმომადგენელი აი ამ პროცესში ჩარეულიყო და მე როგორც დამკვირვებელი და სხვაებით შენიშვნას ვაძლევდით, იქ ოქმით შედგა, მაგრამ თვითონ ითხოვდნენ ამომრჩევლები, რომ აი ვერ ვათავსებ და გვიშველეთ რაღაცა. მე როცა წავედი, 1 საათი დავტოვე უბანი და გადავედი ჩემ უბანზე, აი ამ 3 საათიანი გამოცდილების მერე, ოღონდ თეორიული, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში არ მქონდა გამოცდილი, ამის მიუხედავად მე თვითონაც ვერ მოვახერხე იმ აპარატში მომეთავსებინა ბიულეტენი და მე თვითონ დაუძახე ცესკოს წარმომადგენელს, მოდით მომეხმაროთ. ანუ ეხლა რაზე დავიწყე ამას საუბარი? საქმე იმაშია, რომ როდესაც კი ათავსებდა მე ეს ცესკოს წარმომადგენელი ბიულეტენს აპარატში, არც ისე სწრაფად არ შედიოდა ეს ფურცელი. ნელი იყო, კი. და ჩემი ყურით გავიგონეთ, არც მალავდა ის ქალბატონი ფაქტობრივად სტატისტიკურ ანალიზს ვაწარმოებ, ვინ რომელ პარტიას და რამდენმა ადამიანმა რომელ პარტიას მისახმა. კი. ხო და არჩევნებზე როცა საუბარი, არჩევნების უმთავრესი პრინციპი არის კონფიდენციალურობის დაცვა. კი, ფარულობა. რა თქმა უნდა, ფარულობა და რამდენიმე ადამიანი გვეჭხუბა კიდევაც, გვეჭხუბა ხა მისთვის სულ ერთი იყო, მე რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენდი, სხვა რომელ პარტიას. იქ შეკრებილი ადმინისტრაცია. თუნდაც ყოფილიყო ქართული ოცნების ამომრჩეველი და კი ბატონო, გვეჭხუბა ეს რა არის, ყველამ ნახა ჩემი გაკეთებული არჩევანი. ეხლა წეღარო ვთქვი, რომ აი მე ჩავშლი, რატო შეიძლებოდა მოეხდინა ამ ყველაფრის გავლენა ამ არჩევნებზე განსაკუთრებით, ვიდრე წინა წლებთან შედარებით. სამწუხაროდ საქართველოს ჯერ არ არის ისეთი დემოკრატია, როგორც გვინდა ყველას, არჩევნები ტარდება ხარვეზებით და აი რაღაცნაირად მიჩვეულები ვართ, რომ აი ეს ყოველთვის ხდებოდა. და აი არ გვიკვირს, რომ აი თქვათ ამომრჩევლის რაღაცა დაშინება, რომ აი ხმა მიეცი ამ პარტიას, ორე მოუხსნი ჩემ ბიძაშვილს საიდანაც სკოლის მასწავლებლობიდან. ეგეც დაიწყო ისე რეალურად, მაგრამ აი ეს აღარ გვიკვირს. მაგრამ აი წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც არ იყო აი ეს ელექტრონული სისტემა და არ იყო ესეთი მარკერი, რომელთაც აფერადებდი ბიულეტენს და მეორე გვერდზე რო არ გადადიოდა. იყო ესეთი პრაქტიკა, ბევრისგან მსმენია. რომც ყოფილიყო ჩაგერთვები, რომც ყოფილიყო, ვათავსებდით კონვერტში და კონვერტს ვაგდებდით საარჩევნო ყუთში. კი, აი ეგ არის. იყო ფიზიკურად. ბევრისგან მსმენია, რომ აი
ჩვენ დაგვავალეს, რომ აი ერთ რა დასამალია წინა ხელისუფლებებიც იყენებდნენ ამ მეთოდს და ეხლანდელიც. და რა ვიცი, სამწუხაროდ ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება შემდეგებმაც გამოიყენონ, მაგრამ მაგას ხუმრობ ხოლმე სხვათა შორის, რომ 1-2-3 წელიწადში შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგაც მოგვიძებს აქციაზე დგომა, მაგრამ ნუ თქმა უნდა, ნახოთ. ხო, აი რომ მიუბრუნდეთ ამ საკითხს. მსმენია ამ მომრჩევლისგან, ჩემი ნაცნობებისგან, რომ აი დამავალეს საჯარო სტრუქტურაში მუშაობ, მითხრეს რომ გადაუღეს სურათი. წინა არჩევნებზე, სანამ ეს ელექტრონული სისტემები დაინერგებოდა, იყო ესეთი დიდი ხო, უბანი იყო, ესეთი რომ საარჩევნო სადაც ხაზავიქ იმ ყუთსა ტელეფონი რო ამოგეღო არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ დაფარული იყო მთლიანად და შეგეძლო რომ გადაგეღო, მართლაც შეგეძლო რომ გადაგეღო, მაგრამ საქმე ისაა რომ შეეძლოთ შემოხაზვა, მაშინ გაფერადება იყო, შემოხაზვა შეეძლოთ გადაუღებდნენ სურათს და მე გადახაზვა და სხვა პარტიის შემოხაზვა. და აი ბევრისგან ვიცოდი რომ აი ესე გავაკეთეთ. და მთავარი იყო ამ მომრჩევლის ნება დაფიქსირებულიყო. აი ეხლა უკვე ამ შემთხვევაში ეს ვეღარ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ის ადამიანი ცესკოს წარმომადგენელი, რომელიც ეს ზემოდან უყურებდა, ხო, რომელი ზემოთ ქონდა გაფერადებული თუ ქვემოთ. ზემოთ გაფერადება ავტომატურად ნიშნავდა, რომ იმ 4 პარტიიდან რომელიღაც შუაში. ხო, და ქვემოთ გაფერადება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ზუსტად ვიცი ხა ან იაგოს ღირსს აძლევდა, აფერადებდა, ან ქართულ ოცნებას ახლო ახლო. და ესე ხდებოდა კონტროლი. კი. მე მყავს მეგობარი რომელმაც მისაყვედურა მანამდე მკითხა რომ აი ხო ნამდვილად არ გამოჩნდება ვის გავაფერადებ მეც ისევე როგორც ყველამ რას ამბობ როგორ შეიძლება ეს გამოჩნდეს კონფიდენციალურობა ფარლობა იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს სისტემა ისეთი იყო რომ ჩადებდი კონვერტში ამოატრიალებდი შეაცურებდი და ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო რეალურად ამისთვის ესე თავზე რო გადაეფარათ რაღაც და ფურცელი ისე რომ შესულიყო რეალურად შეიძლებოდა იმ კონვერტით მართლა ფარლობის დაცვა, გათვლილი იყო ალბათ უბრალოდ სპეციალურად იმისთვის, რომ ეს გამოიყენებინათ ასაშანტაჟებად, იმიტომ რომ აი ეგ მომენტი იყო. აი ხა სიმართლე რო ითქვას, შესაძლებელი იყო აი ოღონდ ძალიან მაღალი დონის ტექნიკური უნარები უნდა ქონოდა, რომ აი ზუსტად სწრაფად უნდა გაგეწია ის ხო გააკეთეს მე თეთრი წყაროს ის გააუქმეს მოსამართლის განჩინება, ტიპმა შეტენა რა. მიუხედავად მაგ შეტენვისა, პირველ ცდაზე მოსამართლემ დაინახა, მაგრამ ნუ ხო და ეგ იყო და აი ჩემმა ნაცნობმა მე არჩევნების მერე დამირეკა და მითხრა ეს რა შარში გამხვიეო თელ ჩემ ოჯახს უთხარი რომ არ გამოჩნდება კონფიდენციალურობა გარანტირებულიაო ერთ-ერთი პარტიის წევრებმა უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე მე ამათმა გააფერადეს სხვა პარტია და ეხლა დაგვზევენ ეს რაკენი როგორ ვაკადრე და სხვას როგორ მიეცე ხმაო და რაღაცა გვეჩხუბებიან ის ადამიანები რომლებმაც ეს არ მეპარება ხო და რა უნდა მეპასუხა ეხლა ამას ანუ რეალურად ჩვენ ეხლა გვაქვს არა ესე ელექტრონული არჩევნები გქვია, მაგრამ რეალურად ერთადერთი რის პრევენციასაც ეს ელექტრონული არჩევნები ახდენს არის ის, რომ დათვლის პროცესი იყოს გამართული, სიტყვაზე სუბიექტური მიზეზებით არ მოახერხონ ადამიანებმა როგორ თქვა, ესე იგი, ანუ ბიულეტენის ჩათვლა ან არ ჩათვლა გაბათილება და მეორე რა ყუთი არ მოიტაცონ რა, ერთი ეგ ორი ფაქტორია, თორე რეალურად რა არის მეტი. კარგი. ხო, ნუ იმაზე მე კიდე იქ სადაც არ იყო ეს ისე რა ქვია ელექტრონული დათვლის სისტემა მაგნეულში და ასე შემდეგ კიდე სხვა და იქ სხვა ამბავი მაგრამ აი ბოდიში რო დავამთავროთ აი ეს ელექტრონული აპარატების თემა რეალურად ორი განსხვავებული აპარატი ხდებოდა უბანზე მოსულ ამომრჩეველს ერთი იყო აი ეს ხმის მიცემის აპარატი, რაზეც ვისაუბრე უკვე ამდენი ხანი და მეორე იყო ვერიფიკაციის აპარატი. ხო. ანუ ვერიფიკაციის აპარატი, სადაც ეს ჩამოატარებდნენ პირადობის მოწმობას და ეკრანზე გამოდიოდა ადამიანის სურათი და შეეძლო დამკვირვებელს შეემოწმებინა ეს ადამიანი, სახე შეედარებინა რეგისტრატორს და არა მარტო დამკვირვებელსაც, იმიტომ რომ დამკვირვებელს ჩვენი საარჩევნო კოდექსის მიხედვით უფლება აქვს იდგეს ნებისმიერ ადგილზე, რა თქმა უნდა, იმ ადგილის გარდა, სადაც ამომრჩეველი აფიქსირებს მის ნებას, იქ უკან ვერ დაუდგება. ხო, თავდაპირველად აი რამდენიმე დამკვირვებელი ვიყავით ჩვენ უბანზე. დავდექ სპეციალურად რეგისტრატორების უკან, რომ შემომუწმებინა ეს ადამიანები პირადობებით მოსულები, სახე შემედარებინა რეალურად ადამიანი ის იყო თუ არა, ვის სახით ჩანდა აპარატზე. ხო, აი ამისგან იცავდა ვერიფიკაციის აპარატი, მაგრამ აქ არის სხვა საკითხი, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია აი არჩევნების შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით გახარიას პარტია იყო. მე შემეძლო თქვათ, შემემოწმებინა იქ
ადამიანი ჩამოატარებდა იმ ვერიფიკაციას, ნამდვილად ის ადამიანი იყო თუ არა, ვინც ეკრანზე გამოვიდა, შევხედავთ სურას, მე შევხედავთ სახეზე, მაგრამ მე არ შემეძლო შემემოწმებინა მაგალითად იმ ადამიანის ვინაობა, სახელი და გვარი. მაგალითად რო ჩამოატარა, სურათი გამოჩნდა და ეწერა გიორგი გიორგაძე. მე ხო არ ვიცი ეს გიორგი გიორგაძეა თუ ნიკო ნიკოლაძე სიტყვაზე. ანუ საითკენ მოყვა საუბარი. თუ კი იარსებებდა სისტემა და თუ კი აი ამას უსვამს, იარსებებდა სისტემა, რომ აი ეს რამდენიმე პირადობა ქონოდა ერთ ადამიანს, ერთი და იგივე სურათით, ამ შემთხვევაში დამკვირვებელი კარგავდა თავის ფუნქციას, რომ ემოწმებინა ეს ადამიანი უბანზე რამდენი პირადობით არის. იმიტომ რომ ერთ უბანზე ერთი პირადობით ჩამოატარებდა და გამოშვებდა გიორგი გიორგაძე სახეზე შევხედე და სურათი იგივეა, მე ადგებოდა წავიდა და სხვა უბანზე უკვე თქვათ ნიკო რა ნიკოლაძე ნიკო ნიკოლაძე ჩამოატარებდა იქ დამკვირვებელი უყურებს ერთადერთი ხედავს სახეს ფოტოს აპარატზე და ადარებს სახეს და იგივე არის და აი ეს რო დავამთავრო აი ამაზე იყო ზუსტად ეჭვები რომ შეიძლება ეს მექანიზმი გამოყენებულიყო მაგრამ ამას მე ვერ დავადასტურებ ანუ იმიტომ რომ ამის მტკიცებულება მე როგორც დამკვირვებელს არ შემიძლია მქონდეს ფიზიკურად მე რა ვიცი ის ადამიანის გიორგი იმის რა ქვია გახარიას პარტიას რო ქონდა მოთხოვნა რომ გაესაჯაროებინათ ციები აი ზუსტად მან მივდივარ ამის დადასტურების ერთადერთი ვარიანტი იქნებოდა ის რომ აი საჯარო გამხდარიყო სიები და ეს სიები ახლა იმ სიებშიც გიორგი გიორგაძეც იქნებოდა და ნიკო ნიკოლაძეც მაგრამ რო დახედავდი და სურათ ერთი და იგივე ადამიანია გიორგი გიორგაძეს და ნიკო ნიკოლაძეს ოღონდ სხვა სახელი და სხვა პირადობის ნომრით აი მან უკვე ეგ იქნებოდა მტკიცებულება რომ რეალურად რაღაცა ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო ესე იგი ქართული ოცნების მხრიდან იყო ეგეთი პოზიცია რომ კი მაგრამ 200.000 და 300.000 ხმა გავაყალბეთ ისე რომ აი ვერავინ გაიგო ხა ნუ დაგავიწყებოთ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაიგო საზოგადოებამ რომ თურმე 200.000 ამომრჩეველი გვყავს ქვეყანაში რომელსაც საერთოდ არ გააჩნია არც პირადობა და არც პასპორტი რომ მივიდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ზუსტად ამ სიების გასაჯაროება. ცესკოს ქონა პოზიცია ესეთი, რომ ამას ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან რაღაცა პირადი მონაცემების თემა და ასე და მოვედით იქამ, სადაც ვართ ახლა, რომ ვერასდროს ალბათ გადამოწმება. საინტერესო ერთი ეგეთი საკითხიც, რომ როდესაც ვერიფიკაციას გადიოდა მოქალაქე, მე ის აპარატი ბეჭდავდა ქვითარს და იმ ქვითარზეც იყო პატარა სურათი გამოტანილი და ეს ქვითრები ინახებოდა ასევე ცალკე ყუთში. მაგრამ თუ იმ სიებს არ ასაჯაროებენ, შესაბამისად იმ ქვითრებთან არ მიგიშვებიან. თუ დამტკიცდებოდა რომ აი ბოდიში ერთი ადამიანის სახით თუ თხუპისალი არ ყავს, რა თქმა უნდა, თუნდაც სამი სხვადასხვა ხო, რა თქმა უნდა, სხვა გვარის, აი ეგ იქნებოდა მტკიცებულება რომ რაღაცაშია საქმე. მაგის გარდა ხო აი ახლა ისე არ გამოვიდეს რომ მარტო ეს იყო მტკიცებულება. კი. ბევრ საკითხს პირადად მე რასაც შევესწარი ბევრ თემას აი ეს უყურებდი, მაგრამ აი ეს ისეთი საკითხებია, რაზეც ეგ ხო ადრეც ხდებოდა, მაგრამ ეგ რო ადრეც ხდებოდა და შევარნაძის როს რა ხდებოდა და შემდეგ ეგ ხო არ არის რაღაც არგუმენტი რომ ეხლაც უნდა ხდებოდეს. და თითქოს მიჩვეული ვართ ეს საზოგადოება რომ რა უჭირს ახლა 5%-ს ყველა იპარავს. შევარენდა 92 წელს რო არჩევნები ჩაატარეს ის რომ დემოკრატიულად გამოაცხადა. ავტომატებით რო იდგნენ უბნებში. აი ხო, მან არის კიდე მეორე ფაქტორი, სხვათა შორის რეგისტრატორის უკან არ აყენებდნენ დამკვირვებლებს. შემთხვევაში ეჩხუბებოდნენ, იმიტომ რომ იყო პრაქტიკები, რომ პასპორტით მიდიოდა ადამიანი, ნუ პასპორტს ვერ ჩამოატარებდა, პასპორტის შიგნით იდო პირადი ნომერი და ამ პირადი ნომერი შეყავდათ და სავარაუდოდ ჰქონდათ სიები ადამიანების, რომლებიც ვერ გამოცხადდებოდნენ დიდი ალბათობით საარჩევნო უბნებზე და იცოდნენ ამ ადამიანების სახელი გვარები, თუნდაც ემიგრანტები, რომლებსაც არ მისცეს უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების უცხოეთში და ამ ადამიანების სახელით მისცეს ხმები. იქ ხა რეგისტრატორი შეიძლება ფოტო ენახა, რომ სხვა არის, მაგრამ ნუ არ აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე კაი არ დამავიწყდა. ახლა შეიძლება მსმენელმა იფიქროს კი, მაგრამ მარკირება, იმიტომ რომ ერთ უბანზე რომ გიორგი გიორგაძე მივა. მეორე უბანზე რომ ნიკო ნიკოლაძის როგორ სახელ და გვარებს ვიძახი აქეთ-იქით, მაგრამ მაგალითად ნიკო ნიკოლაძის პირადობით რომ მივა. იქ ხო მარკირება მუშაობს, იქ უბანზე დამკვირვებლები ხო არიან, რომ დაანათებენ იმ განათებას ხო უნდა აჩვენოს, მაგრამ არ მუშაობდა. მარკირება არ მუშაობდა. პირადი მაგალითად შემიძლია თქვა და აი რა ვიცი, რამდენ ადამიანს დავაკვირდი მე პირადად, ვერ ვამჩნევდი წინა არჩევნებზე.
როდესაც ხმა მივეც, მაინტერესებდა როგორ ჩანდა და რომ დამაშკურეს, მე ვთხოვე აბა დამანათეთ და ანათებდა. აი სითხე სადაც მოხდებოდა ხელს, ანათებდა ის ნაწილი და ეხლა მე რო ნახალოკაში მივეც ხმა და მე თემქაზე დაუბრუნდი. დამკვირვებელს რომელიც ცესკოს წარმომადგენელს რომელიც აი ფანჯრით იდგა, თხოვე დამანათებ. ვერ დავინახე აი რა იყო სხვაობა, თქვათ ერთ ხელს და მეორე ხელს შორის და მე ამიხსნა რომ აიო ნუნებს შორისო, ხო ხედავ? ანუ და ერთ მეგობარს საერთოდ კოკაკოლა გადაესხა ხელზე და მოშორდა ამის. მოშორდა. და ანუ შესაბამისად ეს რაღაცა თავდაცვა ეს ბერკეტი რატაშორის ეგ განცხადება ხდება რომ შეუჭყონიას დააბრალო რა ქვია რომ შენ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა ხო რაღაცა ესეთი სიხეში გამორიცხო ხო აი ეს ბერკეტი რომ რაღაც თავდაცვა მომხდარიყო ან დაცვა მომხდარიყო არჩევნების რომ აი სხვადასხვა პირადობით ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა უბანზე არ გასულიყო უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა მარკირება რომელიც არ მუშაობდა კი ბატონო ეს არის უმნიშვნელოვანესი დარღვევები რეალურად ალბათ ყველაზე მკვეთრი რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა ნუ ახლა ამის დამომტკიცებელ საბუთებს ვერ არ აქვს ამ წუთას მაგრამ ფაქტია რეალურად ყოველ შემთხვევაში ხალხის ფსიქოლოგიაში არის მისი ლეგიტიმაცია რომ არჩევნები გაყალბა და ამ მხრივ მაგრამ ეგეც რომ არ იყოს ფარულობა იყო მინიმუმ დარღვეული რაც კონსტიტუციური უფლება ადამიანის და ყველა ვარიანტში ხელი არჩევნები იყო დასანიშნი კარგი აი ეს თემა ამოვწუროთ და მაშინ გადავიდეთ ელექტრონული არჩევნების უცხოურ ვარიანტებზე ინტერნეტ არჩევნებზე როგორ ახერხებს ეს ხალხი თავის დაცვას ანუ რა თქმა უნდა ალბათ ბოლომდე შეუძლებელია არათუ იქ და არათუ იქ ყველგან საერთოდ მაგრამ რაღაცა პრევენციული ზომები სავარაუდოდ ექნებათ და ეს პრევენციული ზომები მაინტერესებს რომ მეც დიდად სიმართლე რო ვთქვა არა ვარ ამ თემებში ჩახედული კი ბატონო ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში როგორც საზოგადოებამ გაიასროს ეს ცნებებს შორის ხოვება არის ინტერნეტ არჩევნები არის ელექტრონული არჩევნები თავდაპირველად ძალიან ხშირად ამ ელექტრონულ არჩევნებს უძახდნენ ინტერნეტ არჩევნებს, რომ აი ვატარებთ ინტერნეტ არჩევნებს, სხვათა შორის ოფიციალური პირებით. რაც არ არის რეალობა. ინტერნეტ არჩევნები არის არჩევნების ისეთი მოდელი, როდესაც უბანზე მისვლა საერთოდ არ გჭირდება. სახლიდან, ანუ ინტერნეტით იღებ არჩევნებში მონაწილეობას. სახლიდან, გინდა კომპიუტერიდან, გინდა სმარტფონით შეხვალ შესაბამის საიტზე მონაცემები კი ID ბარათის სამკითხველი გჭირდება შეიყვან შენ პირად მონაცემებს და ირჩევ შენთვის სასურველ კანდიდატს ახლა წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ინტერნეტ არჩევნები ტარდებოდეს აი წარმოუდგენელი მარტო ტექნიკური თვალსაზრისით ხო უბრალოდ ვერ დააჯერებ ვერავის ვერასროს რომ რაღაცა ვიღაცა არ გააყალბა და ჰაკერული თავდასხმა აი რაზეც საუბრობდი რომ აი საუბრის დასაწყისში რაზეც ვისაუბრე რომ აი ამ თვალსაზრისით არ გაყალბდება არჩევნები ბევრს ეგონა მოსახლეობას მოქალაქეებს ეგონათ რომ აი იქ იმ აპარატში რასაც უნდა იმას ჩაწერენ და აი ამაზე იყო საუბარი. მე პირადად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ეგრე არ იქნება, რასაც უნდა იმას ვერ ჩაწერენ, იმიტომ რომ ანუ მაინც პროგრამა არის, აპარატია, მექანიზმია, ციფრულია და ეშინოდა ხალხს, რომ აი იქნება ვიღაცა ჰაკერმა გატეხოს და ესაქმნას. არა, გარეკცელიდან შეუძლებელია რეალურად ახლა. ამაში ცოტა გამიგება და ამიტომ ვიტყვი. გარეკცელიდან მაგას ვერ დაუკავშირდებოდი. ყველაფერი შეიძლება რა თქმა უნდა დღეს, მაგრამ ეგ იყო თითქმის წარმოუდგენელი. უბრალოდ მან ალბათ იმაზე უფრო ქონდათ ეჭვი, რომ ისე დაეპროგრამებინათ ეს აპარატი, რომ მერე დაითვალა როგორც უნდა თაცხობა. კი, აი ეგ იყო და ხელით გადათვალა მაინც ხდებოდა. აი ეგ იყო და აი ბევრი იგივე არის სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ალბათ პოლიტიკოსების არ ვიცი ხა მათთან სულ ვერ ვისაუბრებ და მე აი მაგას ვამბობდი რომ აი ის მომენტი რომ აპარატში ვიღაცამ რაღაცა ჩაწეროს და დააპროგრამოს და წინასწარ დაწეროს ეს ანუ 100%-ით ვეღარასდროს ვეღარაფერს ვაღარ, აი 99%-ით გამორიცხულია, იმიტომ რომ მე ხელითაც ითვლი იმ თქვა ჩემი უბნის შემთხვევაში 700 რაღაცა ბიულეტენს, ხო? ხელითაც ითვლის არსად არ ხრება და ვერიფიკაციის აპარატში, აი ეს ვერიფიცირებული ამომრჩევლის რაოდენობა ერთ-ერთში უნდა ეთხოვდეს იქ ბიულეტენების საერთო რაოდენობას და აი ამ თვალსაზრისით იყო შეუძლებელი გაყალბება, უშუალოდ აი რაღაცა ციფრების და რიცხვების დაწერა, თორე დანარჩენი ახლა რაზეც ვისაუბრე, ძალიან ბევრი საშუალება არსებობდა, რომელიც ამ ინტერნეტ არჩევნებს როგორ იცავენ გაყალბებისგან? ხო, ინტერნეტ არჩევნები არის ძალიან ესეთი საკამათო თემა. საკამათო თემა ეხლა ესტონეთისთვის არ არის. ხო. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც თავად უზრუნველყოფს ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების კიბერუსაფრთხოს. ინდონეზია განვითარებულია. ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის მასშტაბით ესტონეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აი
ამ მასშტაბის არჩევნებს ატარებს ინტერნეტით. საფრანგეთში შეუძლია ამომრჩეველს ინტერნეტით ხმის მიცემა, ოღონდ საუბარია საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველზე თუ ქვეყნის მასშტაბით არა. და იმიტომ რომ არის დიდი რისკი კიბერ თავდასხმების. ახლა არჩევნები ესეთი გრძნობიარე თემაა, რომ სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცა 15 წლის ჰაკერმა შეიძლება გართობის მიზნით რაღაცა სისტემა ჩამოანგრიოს და რაღაცა დაგისვას ან პრეზიდენტი ან პარლამენტი. ხო, ეს რა თქმა უნდა ვაჭარბებ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ხო ძალიან შესაძლებელი არის თეორიულად. იმიტომ რომ კიბერ სამყარო ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ დღეს რო რაღაცა წარმოუდგენლად გვეჩვენება, შეიძლება დღეიდან 5 წელიწადში უკვე ყოველდღიურობას წარმოადგენდეს. ხა დარწმუნებული ვარ თქვენს და ჩვენი მსმენელიც და მაყურებელიც ChatGPT-ს ძალიან კარგად იცნობს, ხო? სად იყო 5-10 წლის წინ AI და ხელოვნური ინტელექტი საუბარიც კი არ იყო და ხალხს ხელოვნური ინტელექტი ეგონა ტერმინატორი და აი რაღაცა რობოტი, მაგრამ 20 წლის წინ ტელეფონში რო გამოჩნდებოდა ის არ გეგონა. ხო, და აი ამიტომაც ბევრი ქვეყანა თავს არიდებს აი ამ ინტერნეტ არჩევნებს, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოების დაცვა არის ძალიან რთული. ესტონეთი ძალიან თამამად იყენებს 2005 წლიდან დანერგა ესტონეთმა ინტერნეტ არჩევნები და თავიდან ძალიან ცოტა ადამიანი ენდობოდა და აი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნების თვალსაზრისით. დღეს უკვე ამომრჩევლის 50% ინტერნეტის საშუალებით აძლევს ხმას. მაგას აქვს სხვათა შორის თავისი პლუსები, მე როგორც ვფიქრობ რა, ყოველ შემთხვევაში რამდენი ვფიქრე. ერთი ის არის რომ როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, თუ არა შემისწორე, ხმის შეცვლა შეგიძლია ნებისმიერ მომენტში. კი, ძალიან. იქიდან გამომდინარე რომ ხმის შეცვლა შეგიძლია, სიტყვაზე თუ ვიღაც თავზე დაგადგა და სპეციალურად მიგაცემინა ხმა, შეგიძლია რომ მე მომდევნო შეხვიდე და ხმა შეცვალო. ერთადერთი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში, როცა აძალებენ ხოლმე ხმის მიცემას. კი. მაგრამ კიბერუსაფრთხოება მით უმეტეს საქართველოში მაშინ როდესაც ვისაც არ ეზარება ყველა იმას რა ქვია page კი არა და body-ში websites გვიწვენენ ხოლმე, ნუ ეგ კატასტროფა არის. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი თქვით და მეც მავიწყებ და ძალიან კარგია მაგ თემას რო შეეხეთ, იმიტომ რომ ხო, აი კითხვები ჩნდებოდა, რომ აი მაგალითად დაგვადგა თავზე, რა ვიცი, სკოლის დირექტორი ან რაღაცა უბნის ძველი ბიჭი და გვეუბნება, აბა მაჩვენე როგორ შეხვედი საიტზე და მიეცი ხმა ამ პარტიას. აქ რა ხდებოდა? აქ ხდება ის, რომ შეიძლება იმ მომენტში მართლა დააფიქსირო შენი არჩევანი და მე გაქვს რამდენიმე დღე ნებისმიერ მომენტში შეცვალო შენი ხმა. ეგ მაგით, მაგრამ დაგავიწყებათ ესტონეთია და იქ ესე მარტივად სკოლის დირექტორები და ძველი ბიჭები. იქ არა, მაგრამ საქართველოს მაგალითად. მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ ინტერნეტში. ესტონეთს ვენდობი. არა, ინტერნეტ ხო და აი წარმოიდგინეთ როგორი ნდობა აქვს საზოგადოებას ციფრული სისტემების, რომ აი ეს ID ბარათს მოათავსებენ ბარათის სამკუთხედში და იციან რომ მათი ხმა და ეს კონფიდენციალურობა არის დაცული. და ვერავინ გაიგებს, თქვათ, მე აი ჩემი პირადობით ვის მივეცი ხმა. იმიტომ რომ იციან როგორ მუშაობს ის სისტემა. თან მით უმეტეს ახლა საქართველოში რა არის, ხო, საქართველოში რუსული მოსახლეობა არის ნაკლები, ვიდრე ესტონეთში და ესტონეთში არის საკმაოდ მსხვილი რაოდენობით რა არიან რუსები და იქ უფრო რეალურად იქ უფრო დიდი საფრთხე არსებობს ამ. კი, რუსულენოვანი დაახლოებით 25% ყავთ რუსულენოვანი მოსახლეობის და ტექნიკურად რუსიც ბევრია. კი, რომლებიც უარს ამბობენ, რომ აიღონ ესტონეთის მოქალაქეობა. კი, მათ შორის, კი ბატონო. კარგი, გადავიდეთ მაშინ მეორე თემაზე. ცოტა ხნის წინ მე ვნახე გვარამიას ინტერვიუ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა და იყო ესეთი ინიციატივა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალბათ არ ვიცი, ან სამუშაო ჯგუფი დაამუშავებდა ახალი არჩევნებისთვის რაღაცა შესაფერის მოცემულობას, რომ ისე ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები, რომ რეალურად ხო ჩვენ ცესკოს არ ვენდობით ბიძინევანიშვილმაც და ქართულმა ოცნებამაც რომ ჩაატაროს არჩევნები, ხვალ რეალურად იგივე უნდობლობა იქნება ამ არჩევნების მიმართ, რა უნდობლობაც იყო ამ არჩევნების მიმართ, რომელიც ჩატარდა. ხო და მუშაობენ ამ საკითხზე. როგორ წარმოგიდგენია ძალიან რთულია რა თქმა უნდა ამის განსაზღვრა. შეიძლება მომდევნო დღეებში ეს გახდეს კიდეც გარკვეული საკითხების ცნობილი. როგორ წარმოგიდგენია როგორ უნდა ჩატარდეს, მოდი ამაზე უფრო ვისაუბროთ, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რა თული და მნიშვნელოვანი. ძალიან, მაგრამ აი წეგან ჯერ კიდე ტექნოლოგიების თემაზე რო ვსაუბრობდი, იქ ვახსენე ნდობის საკითხი. ნდობა
ტექნოლოგიების მიმართ, ნდობა იგივე ინტერნეტ არჩევნების მიმართ, იმიტომ რომ თუ საზოგადოება ამომრჩეველი არ ენდობა ზოგადად საარჩევნო გარემოს, მაშინ არჩევნები აზრს კარგავს. შეიძლება არც მივიდეს ამომრჩეველი, მაგრამ რა ვიცი, აქედან გამომდინარე ტექნოლოგიაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია თვითონ ადმინისტრაციის ნდობის საკითხი, ვინ ატარებს არჩევნებს. ხა ესტონეთის მაგალითზე რო ვისაუბრეთ და ისიც თქვით, რომ არჩევნების, აი ამ ინტერნეტ არჩევნებს ენდობიან, ზოგადად სახელმწიფოს ინსტიტუციების მიმართ აქვთ უდიდესი ნდობა. აქედან გამომდინარე პირველ რიგში არის აი ამ უმნიშვნელოვანესი არის სისტემა, რომ ისეთი ადმინისტრაცია შედგეს, არ ვიცი, CESCO ერქმევა თუ რაღაც სხვა სახელი, CESCO რა არის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, ხო, კომისია. რომელსაც ექნება საზოგადოების მხრიდან ნდობა. არ ვიცი ხა პრეზიდენტი ვის გულისხმობდა კონკრეტულად ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დააკომპლექტებენ მსგავს კომისიებს, მაგრამ აუცილებელია, რომ ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ერთი საზოგადოების ნდობა და მეორე კომპეტენცია. არ ვერჩი არაფერს. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება ნდობა ჩვენც გქონდეს, მაგრამ კომპეტენცია არ გქონდეს, ხო? მე არ ვერჩი არაფერს თქვათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც კონკრეტულ საკითხს ეხება, ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება საქმე, როგორც არის არჩევნები, აუცილებელია, რომ იყოს კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი დონის ცოდნა იგივე საჯარო ინსტიტუციების მიმართ, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებითაც უნდა გააჩნდეს, საჯარო ადმინისტრების მიმართულებითაც უნდა გააჩნდეს ნდობა და ამასთან ერთად უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობით აღჭურვილი პირი საზოგადოების მხრიდან. სხვა მხრივ ახლა შეიძლება ხარ და ბევრისგან მსმენია სხვათა შორის, აი არჩევნებს რო ითხოვთ. ჯერ ამ ეტაპზე ვინ გაცლოს მაგ არჩევნებს ამ ეტაპზე, მაგრამ კაი, მაგალითად თქვენს რო ჩავატაროთ არჩევნები. ისევ იგივე რომ მოხდეს მერე ბავშვები. ხო. ხო. კი, ეგ არის უნიშნულოვანესი კითხვა. რეალურად მაგიტო არიან საუბარი, ვინ უნდა ჩაატაროს, როგორ აი უნდა ამისგან ჩაატაროს. როგორ ხარ, რითი ხარ ამისგან დაცული? პლუს ამას ზოგი კი არა, ვერასაც დავაკვირდი, ზოგადად ის აზრი დომინირებს, რომ ელექტრონული არჩევნები აღარ გვინდა და გვინდა ისევ ის აი ძალიან კარგი თემა შეეხება, როგორც ვატყობ, მავიწყდებოდა ევროპაში ზოგიერთ ქვეყანას აქვს გამოცდილება, მაგალითად ირლანდიას, იტალიას, გამოცდილება ნიდერლანდებს ჩაატარეს ეს ელექტრონული არჩევნები და მიხვდნენ, რომ იცი რა, მოდი, ნუ ავიტკიებთ, აუტკივარ თავს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარვეზი ქონდა ამ ელექტრონულ და არა ინტერნეტ ელექტრონულ არჩევნებს. პირველი ხალხის ნდობა, მეორე იქაც იყო აი ამ გაჟონვის თემები, აპარატების გაუმართავობა იყო და მოკლედ თლიანობაში ხა რო შეადარეს იქ ხარჯი და სარგებელი და მით უმეტეს ეხებოდა საქმე არჩევნებს, რაც იდეაში არა ეგრეა, ლეგიტიმაციის უმთავრესი წყარო. რომ აი არჩევნები არის ის ინსტიტუცია და ის მექანიზმი, რითაც ხალხი აძლევს ლეგიტიმაციას მის მთავრობას, ხო? და რო გაიაზრეს ირლანდიაში და იტალიაში და ნიდერლანდებში, რო იცი რა, რაღაცა კი ფულის დავხარჯეთ. და ხალხის მხრიდან არ არის ნდობა და აი გვაქვს ფაქტები, რაღაცა ხარვეზების, მოდი დავანებოთ თავი და ჩავატაროთ ჩვეულებრივად. აი მე თუ მკითხავდათ, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, საქართველოში თუ დაინიშნება ეს ვადამდელი არჩევნები და ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა შემდეგი არჩევნები ისედაც უწევს ახლა თვითმმართველობის არჩევნები. ამ ეტაპზე აი ამ მოცემულობით ჯობს ისევ ძველი მეთოდით გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, მეც საბოლოო ჯამში აქამდე მიუხედავად იმისა, რომ ამ აპარატებს თვითონ დათვლის მხრივ ენდობია, ხა? ეგ არის, განა იმას ვამბობ, რომ აი აპარატების გამო არის რაღაცა პრობლემა. თუნდაც ის აი გაჟონვის საკითხი რო იყო. ხო? ანუ არ იყო გაასწორეს მაგალითად, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოსწორდეს რეალურად, მაგრამ ხალხს კონდეს შიში იმისა, რომ არ გამოსწორდეს და არ მივიდეს უკან. ეხლა შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რომ აი კი, მაგრამ ეს ხო მანამდეც ეწოდინებოდა, თქვათ, არასამთავრობო სექტორს, სხვადასხვა პარტიას. საიას ქონდა გასაჩივრებული. აი ზუსტად ეგ არის, რომ მიწერეს, რომ ეს თქვენი მარკერი მეორე გვერდზე გადადის და ირღვევა და იქიდან იყო პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამოვასწორებთ. თუ ეს პრობლემა არ იყო, მაშინ რატომ მოვიდა იქიდან პასუხი, რომ გამოვასწორებთ, ესე იგი გამოსასწორებელი იყო და არ გამოსწორდა, ხო? ხო და ახლა რას ვამბობ, რომ ეს რომც გამოსწორდეს შემდეგ არჩევნებში, რომელიც არ უნდა იყოს ის. ნდობა აღარ აქვს საზოგადოებას. არ მივა ბაზე რა. აღარ მივა, იმიტომ რომ ვინც მივიდა, მე როცა ჩემი მეგობარი დამსწრებს და მეუბნება, რომ ნახეს ჩემი არჩევანი და პრობლემები მექნებაო,
წარმოიდგინეთ 100,000-ობით ადამიანზეა საუბარი საჯარო მოხელეებზე, 10,000-ობით საჯარო მოხელე, რომელმაც ნაცნობები მყავს და ეგეთი რაღაცა მითხოს, რომ აი წინა არჩევნებზე, როდესაც რომელიღაცა უწყების ხელმძღვანელი მეუბნებოდა, რომ სურათი გამომიგზავნეო და გუგზავნიდი. მე ვსვლიდი იმ არჩევანს და ვინც მინდოდა იმას ხაზავდი. ეხლა ეგ ვეღარ გავაკეთებ. და ძალიანაც მეზიზღებოდა კონკრეტული პარტია, მაგრამ ის სესკოს წარმომადგენელი თავზე რომ მადგაო და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ ესწრება იყო, ეხლა ძალიან ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი, წინასწარ ერთი კვირით ადრე იცოდა ყველა სესკოს წარმომადგენელმა, ვინ მარკირების სითხეს დაასხანდა, ვინ შეამოწმებდა და ვინ იდგებოდა ყუთთან. აი ეგ იყო წინასწარ გადანაწილებული და რატო გახდა საჭირო ეს განაწილება. და ის ჩემი ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ვეღარ გავაკეთე ეს, იმიტომ რომ ჯერ სანამ არჩევანს გააფერადებდა ადამიანი, საცდელი გაფერადება ხდებოდა. ის საცდელი რომ გავაფერადეო, გავხედე მეორე გვერდზე უკვე ჩანდაო, ანუ მივხვდი რომ გამოჩნდებოდა და ამიტომ ვალდებული და იძულებული გავხდი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამეფერადებინა და მე დავურთავოთ, რომ ჩემი ღრმა რწმენით ხო. საქართველოს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1990-ში. ანუ წარმოვიდგინეთ საბჭოთა კავშირში რეფერენდუმი საქართველოს გამოყოფის შესახებ იყო ალბათ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები. ნუ აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეგრე არის. და ნუ ის არჩევნები თუ იყო თუ ჩატარდა ისე რომ ის შეუძლიათ როგორღაც ამასაც მოვახერხოთ. ხო, თან აპარატების მიმართ უნდობლობაც გარკვეულწილად იქნება. აქ უბრალოდ საკითხი ალბათ იმაზე არის, რომ თვითონ პრეზიდენტმა როგორ უნდა მოახერხოს საარჩევნო კომისიის თუ რაც ერქმევა იმისი ისე დაკომპლექტება პრეზიდენტ გულისხმობს სალომე ზურაბიშვილს მაინც დავაზუსტებ როგორ უნდა მოახერხოს ისე დაკომპლექტება ამ კომისიის რომ ხალხის მხრიდან იყოს ნდობა. ნუ ოპოზიციურ პარტიებს რომ ამ იმაში მოიწოს მე ამაში ეჭვს არ მეპარება და ქართული ოცნების ამომრჩეველი მით უმეტეს ბოლო პერიოდის აქციების დარბევების მერე რომ ძალიან მცირე რაოდენობით დარჩა ამაში ეჭვი არ მეპარება და იქ ლეგიტიმაციის პრობლემა რო არ იქნება უბრალოდ მაინც ხალხს მაინც აქვს ალბათ ის განცდა რომ ხალხს ჭირდება კიდე რაღაცა ხა ნუ მოკლედ რა ხო იცი ხა დაუფიქრდი და ყველა ამბობს და ესეც არის. აი ხლა რამხელა აქციები იმართება უკვე, რა ვიცი, მე რამდენი დღეა? 30 დღეა მგონი დღეს. 30 დღეა, აი იქიდან მას მე რაც გამოგვიცხადეს, რომ აი აპაუზებენ, რასაც აპაუზებენ და რამაც გამოიწვია ახალი ტალღა, მაგრამ ეს 30 დღე კი არ არის, უკვე მეორე თვე არის. არჩევნების მერე. ხო, აი ორი თვეა მიმდინარეობს აქციები. არჩევნებამდეც იყო, არჩევნებამდეც დავდიოდით მარშებზე. კი. ევროპის მოედანზე გაკეთდა ყველაზე მასშტაბური. კი, აი ეს მაისი-აპრილი გაზაფხულის მარშებს, ხო, ან მთელი წელია ფაქტობრივად აი ამ რაღაცა მუდმივ პროტესტში ვცხოვრობთ მთელი საზოგადოება. მას შემდეგ რაც რუსული კანონი დააინიციეს, კი. კი ბატონო და ეხლა რას ვფიქრობ, იცით რომ კი არის ის რომ აი მართლა არ ყავს ორგანიზატორი ამ აქციებს. აი რო გინდოდეს, აი მაისი-აპრილის პერიოდში კიდე აი ვიღაცები იყვნენ, მაგრამ ეხლა ხო, იყვნენ და აი ნაცნობით შეიძლება ვიღაცამდე მიგეტანა რაღაცა აზრი და აი ხა მაგალითად რაღაცა არ მომეწონა. აი აქციებთან დაკავშირებით ან რაღაცა იდეა გამიჩნდა. და ვიფიქრე, მოდი აი იქნება უთხრა, რომ ეს გავაკეთოთ. ვერავინ, ანუ ვერ მოვიფიქრე ადამიანი, ვისთანაც შეიძლება და მივსულიყავი და მეთქვა, რომ აი იცი რა, კაი იქნებოდა პროტესტი აი ამ ფორმით. მართლა საერთოდ არ ყავს ამ აქციებს აი ესე გამოკვეთილი ლიდერი, ვინც ვისაც რა უნდა იმას ამ აქციებს მე ეგრე ვიტყოდი, ამ აქციების ორგანიზატორი არის ირაკლი კოლბახიძე. იმიტომ რომ მაგის განცხადების მერე დაიწყო ეს ყველაფერი. ხო და ანუ აი თქვენ კითხვის პასუხად. მიუხედავად იმისა, რომ არ ყავს ვიღაცა ორგანიზატორი, სამაგიეროდ დაგვანახა აი ამ პროცესებმა, რომ 10,000-ობით ქართველი უკვე აი ძალიან მყარ და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებად შედგა. და აი დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს მთელი პროტესტები საბოლოოდ რაღაც შედეგს მოიტანს, მერე უკვე ეს საზოგადოება დაიწყებს ისეთი სახელმწიფოს შენებას, რაც ჯერ არ გვინახავს და მე აი ამაში დარწმუნებული ვარ და დიდი იმედიც მაქვს, არ გვინახავს საქართველოში. ესეც მაქვს, რომ არათუ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც ერთ-ერთი კი ბატონო, თუ ყველაზე აი რაღაცა ძალიან აი როგორ გამომდის, იცით, აი რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ და არასდროს მომწონდა ეს ფრაზა. არა, ხო, მაგრამ
აი რასაც ვუყურებ ქართველობის გამო არა, უფრო მე მან ვუყურებ სიტუაციის სამებრ გამოდის ეგრე. ქართველობა მან კონკრეტულად რამდენად შუაში არის, ეგ ხალხი საკითხია, მაგრამ თვითონ სიტუაცია მოიტანა ისე, რომ რეალურად ჩვენ ახლა ამ მომენტში ისეთ სამოქალაქო საზოგადოებას შევკარით, რომელსაც სამოქალაქო, მინიმუმ მომავალი 10 წლების მანძილზე შეუძლია ძალიან მყარი საფუძველი ჩაუყაროს ძალიან კარგ სახელმწიფოს. თავარი არის და მე მგონი რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვა. არა, ეგრეც იქნება და ეს არის უკვე საზოგადოება, რომელმაც იცის ბიუჯეტი რა არის. ბიუჯეტი რო თავისი გადასახადებიდან მოდის. ანუ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ საბჭოთა პოლიტიკური კულტურული მემკვიდრეობიდან, სადაც ძალიან ბევრი ძალიან განვითარებული და მოაზროვნე ადამიანიც იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ სისტემა ზრდიდა ისეთ მოქალაქეს, რომ აი მე ვარ სახელმწიფო, მე შენი мама მარჩენალი ვარ და ზედმეც ნუ კითხულობ, მე რასაც ვიტყვი, ისე იქნება, მაგრამ ეხლა უკვე თავისუფლება ნანახი საზოგადოება მოდის. ყოველწლიურად 10-15000 ახალი ამომრჩეველი ემატება მთელ აი ამ საარჩევნო გარემოს, რომლებიც უკვე ახლებური დაკვეთებით მოდიან. იმას კი არ იძახიან რაღაცა საოცრებების შემპირდი არჩევნებში, უკვე საზოგადოება, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს სახელმწიფო, იცის რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს, ლეგიტიმაცია საიდან მოდის. ეს ყველაფერი იცის უკვე ამ თაობამ და შესაბამისად ძალიან მაგარ სახელმწიფოსაც ააშენებენ და ერთს დავამატებ კიდე აი რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, თემის გაგრძელება. შარშან აი ჯერ კიდე პირველად რო გამოიტანეს ეს რუსული კანონი და მე რო გაიწვიეს. აი გახსოვთ მაშინ მთელი ეს ამბები იყო, იქ დროშიანი ქალბატონი წყლის ჭავლის წინაშე და ასე. სიმბოლო იმ პროტესტის. კი, ბელგიაში ვიყავი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევას ვატარებდი, იქ შევხვდი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც AI-ის თემებზე მუშაობს ბელგიაში. და რო გაიგროს აი საქართველოსდან ვიყავი, მაჩვენა ეგ სურათი. და ჩვენო აი ამ სურათს ევროპარლამენტარებს ვაჩვენებთ და ვეუბნებით აი ქართველი ხალხი როგორ იბრძვის ევროპისთვის, ჩვენი იდეებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის და აი ევროსკეპტიკოსებს ვაჩვენებთ და თქვენ რა დაგმართვნიათ აქ ბელგიაში ხართ და სარგებლობთ აი ყველა სიკეთეებით. ნუ მე ჩემ მაქვს რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს აჩვენებდა ამ სურათს. მეც მაქვს ეჭვი კი. და აი ეგ იყო რომ ჩვენი მაგალითით აღფრთოვანებულები იყვნენ და არიან კიდევაც ევროპელები, რომ აი როგორ უნდა ამ ხალხს თავისუფლება როგორ იბრძვიან. ბევრმა საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა თქვა ევროპელმა, რომ საქართველოს ევროპის გულიო ახლა საქართველოშიც გერსო რა. კი, იმიტომ რომ ეგრეა, აქ გადის. ეგრეა კი. არა, იმ ზუსტად ახლა რეალურად ჩვენ გვაქვს მაგალითები, ნუ ხშირად იციან ხოლმე თქვა იმისი, რომ ეს რა არის იმ დარბევებთან შედარებით, რა დარბევებიც რო ჩვენო საფრანგეთის სიტყვაზე არისო და საფრანგეთში როგორ ექცევიან დემონსტრანტები ქუჩებს ის არ უნახავთ ამათ რა, ნუ მანქანებს ატრიალებენ და მაღაზია შეიძლება არაფერ შუაში იყოს, იმის ვიტრინები ჩაამსხვრენ და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენ შეიძლება ცოტა ისე გამომდის, ახლა მეც რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ ჩვენ შევქმნით პრეცედენტი, როგორი არის დემოკრატიულ სისტემაში პროტესტის ფორმა მაქსიმალურად თან შედეგიანი და თან ძალიან სწორი მიმართულებით წარმართული რა. კი, გეთანხმები და თან ახლა აი ეს შედარება იგივე საფრანგეთთან, აი რას უშვებიან საფრანგეთში. საფრანგეთში აი იმ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც მაგ არგუმენტს მოიშველებიან ხოლმე. ერთი მაგალითი მაინც თუ არსებობს, დაკავებული ადამიანი ხელბორკილებით შესულიყოს სისტემაში, გაეტარებინოს 2 დღე და მერე გარეთ, ან თუნდაც სასამართლოში წაიყვანოთ სახის ძვლებ დამტვრეული. ერთი მაგალითი თქვან და ვიტყვი რომ აი კი ბატონო, მართალი ხარ, თურმე საწყალი ფრანგი მოქალაქეები რას უშვება სისტემა. ეგ რომ მოხდეს, ეგ არათუ საფრანგეთში ომის დანაშაულად ითვლება, რომ შე რო მეტოქეს რაღაცა მტერს თქვენ და აიყვან და ხელებს შეუკრავ და განაიარაღებ. სანამ განაიარაღებ კი ბატონო, მაგრამ რო განაიარაღებ და მერე დამართებ, მერე აწამებ, ეხლა ხელფეხ შეკრულ ადამიანს რო ძვლებს დაამტვრევ, ეგ წამება არ არის? აბარა. და აი ამას რო გააკეთებ, რაზე ვლაპარაკობთ, რა საფრანგეთის და დემოკრატიობანას თამაში არის, ეხლა აი ამის მერე იმის ლაპარაკი, რომ აი იქ ნახეთ დემოკრატიებსაც თავი დავანებოთ, ეგეთი რაღაც არ ხდება არადემოკრატიულ ქვეყნების უმრავლესობაში თუ არ ჩავთვლით იმბეც და ძალიან ესე რა ქვია, ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყნებს რა. კი, კი. კარგი. მაშინ ეს თემაც მეტნაკლებად ამყუწურეთ და გადავიდეთ მესამე თემაზე.
სამე იყო ზოგადი ლანდშაფტი. ახლა მოვიხილოთ სანქციები და მინდოდა დამავიწყდა მე თქვა. თუ გინდა არა. გამახსენდება და მე სხვა თემას მე მესამე რა გვაქვს? ზოგადი პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნებს რო გაცდა უკვე და ხო, პლუს ამას დავამატოთ, ხა სანქციებს რო აპირებენ და ყავლაშვილის კაპრეზიდენტება ინაუგურაცია. გამახსენდა. კი. მეტი არც დაგჭირდება. აი 15 წუთის ამბავია. კარგი, გადავიდეთ მაშინ მესამე თემაზე და მიმოვიხილოთ ზოგადი პოლიტიკური ლანდშაფტი. რას ველოდებით მომავალი დღეებისგან? ეხლა რეალურად ეს პოდკასტი რო დაიდება უკვე მეტი გვეცოდინება, სავარაუდოდ შეიძლება ხელახალი სანქციებით წამოწეული იყოს. ინაუგურაცია, ეგრეთ წოდებული ინაუგურაციაც ჩავლილი იქნება. მაგრამ ამ მომენტში რაც უცით არის ის, რომ ჯო ვილსონს ჰქონდა ძალიან მკვეთრი განცხადებები, მე ძალიან ვიხალისი ამით. ადრე რო იყო ის სიმღერა თუ გახსოვს, ჯორჯი ბიძია მისას უთხარი, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. ხო და, ჯო ვილსონმა პირდაპირ უთხრა ქართულ ოცნებას, რომ დონალდ ტრამპი განიხილავს ყველაფერს და ისეთ რაღაცებსაც კი, რაც არ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, იქეთ რაღაცებსაც განიხილავს. ამას ემატება ის, რომ კონკრეტული ის ქონდა, რომ დემოკრატიის შეფერხებას თუ გააგრძელებს 29 დეკემბრით, რაც გულისხმობს დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც სხვათა შორის პარლამენტის შენობაში ტარდება და მე ძალიან ფიქრობ ხა როგორ შეიძლება სამხედრო პირები ხომ უნდა დაესწრონ 7 გასროლა უნდა იყოს პროტოკოლის მიხედვით და ასე შემდეგ. როგორ მე ვფიქრობ რომ რეალურად იქ ტარდება, იმიტომ რომ სამხედროების ნაწილის იმედი არ გქონდათ რომ ამ მაგრამ ეს კიდე ცალკე საკითხია და ამაზე ჯობს რომ სამხედრო ექსპერტებმა ელაპარაკონ. მოდი ჩვენ შევეხოთ იმას რა ქვია. მომავალ დღეებს რა შეიძლება რას უნდა ველოდეთ საერთოდ ამ დღეებისგან? ხო, აი ჯო ვილსონი დაიწყო და ანუ ესე შთაბეჭდილება რჩება ბოლო დღეებში, რომ აი ამერიკაში რომ გათენდება და ეს ადამიანი თვალებს გაახევს თუ არა, პირდაპირ შედის ამ პლატფორმა X-ზე და პირდაპირ დაიწყებს რაღაცა პოსტების დაწერას ხოლმე, იმიტომ რომ უამრავი პოსტი და ძალიან გაბრაზებულია, როგორც ჩანს. ეს ვინ არის ჯო ვილსონი, ეს არ არის ვიღაცა ამერიკული პოლიტიკოსი. ბოდის ჩაგერთვები ახლა გამახსენდა კიდე რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ტრამპმა წარადგინა ადამიანი რომლის კომპანიასაც უარი უთხრეს ანაკლიის სპორტის აშენებაზე რა. კონსორციუმში იყო, მარტო ეს კომპანია არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. კი, ძალიან ისეთი ადამიანები არიან, ვისგანაც მოდის ეს მუქარა პირდაპირი და თან ყოველ ტვიტში ნიშნავს იქვე დონალდ ტრამპს. ანუ ეს ახლა თავისით რაღაცა დაესიზმრა ჯო ვილსონს და მოდი ახლა ამას დავპოსტავ და დონალდ ტრამპი ნახავ და რა თქმა უნდა იცის შიდა წრეებში განწყობა როგორია და ეს ჯო ვილსონი არ არის ქალბატონს რა ერქვა დამავიწყდა კიმბერლო? ხო, კიმბერლი რაღაცა მას კიმბერლო თუ რაღაცა რა თქმა უნდა მისი სიტყვა ძალიან წონიანია და მისი ქმედებები რეალურად შეიძლება იყოს, ანუ დელეგირება არის გადმოსული ფუნქციების, უფლებების ჯო ვილსონზე, რომ აი საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება იყოს ამერიკის სახელით ლაპარაკობს ჯო ვილსონი და არა კიმბერლი. აქედან გამომდინარე ძალიან საყურადღებო არის ყოველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, იმიტომ რომ ერთია სანქციები ოცნების წინააღმდეგ და მეორეა რომ აი ამ სანქციაში ქართული საზოგადოება, თვლიან სახელმწიფო ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. აი ხშირად ვფიქრობ ხოლმე რომ აი კი ბატონო დღესვე ქართულმა ოცნებამ რო თქვას რომ აი ვიცით რა შეგვეშალა ადამიანები ვართ, სხვა რაღაცა გვეგონა და მოდი გავიწვევთ იმ კანონებს, ახალ არჩევნებს დავნიშნავთ, ჩავატაროს ვისაც უნდა და დააკომპლექტოთ ცესკოთ თქვენით. რა პერიოდი დაგჭირდება თლიანად სახელმწიფოს რომ აღვიდგინოთ ევროპელების და დასავლეთ ცივილიზაციის ნდობა. ანუ ესე მარტივია, აქამდე ხო ფიქრობდა 2022-ში საერთოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ოღონდ მაინც ხელისუფლების დამსახურებით ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფო მიიღო. ხო. და რა გარანტია ექნება სიტყვაზე დასავლეთს? ყოველთვის ეჭვის თვალით შემოგხედოს, რომ ესენი მანამდეც ახლა როგორ გვემეგობრებოდნენ და უცებ გამოგვიცხადეს რაღაცა ნიშნები ყოველთვის ჰქონდა და დარწმუნებული ახლა შეიძლება საზოგადოება ვერ ამჩნევდა, მაგრამ
კარგად შეამჩნევდნენ, იგივე აი ანაკლის სპორტი ახსენეთ, მანდვე შეამჩნევდნენ. ანაკლის სპორტამდე 2016 წელს იყო სერიოზული საუბრები ამერიკულ სამხედრო ბაზის გახსნა და პომპეო იყო მგონი მაშინ ჩამოსული როგორც მახსოვს და მაშინ უარი თქვეს ამის გარდა კიდე ხა ბოდის ჩაგირთვები იყო გაზის როგორ თქვა გაზის საცავი ანუ ადგილი სადაც გაზს შეინახავდნენ რა და ევროპულმა ინსტიტუტებმა დააფინანსეს დაახლოებით 100 მილიონი ევროთი ეს თუ ხა ნიუსი წავიკითხე ამას წინ მეგობარმა გამომიგზავნა ძველი ნიუსი და საბოლოო ჯამში 4 წელი წელს ეს საცავი დაახლოებით 4 წელი უნდა მომსახურებოდა საქართველოს უნდა ყოფნოდა რო რაღაცა და არავის არ მოეწოდებინა და ეს საქართველოსთვის 4 წელი უნდა ყოფნოდა. დღეს ხო ლაპარაკობენ რომ გაზი შეიძლება რუსეთიდან მოგვიწევს ხედავ რა. ეს გამახსენდა უბრალოდ და ეს 100 მილიონი გაფლანგეს. არავინ არ იცის სად წავიდა, არც ეს ააშენეს და ბოლოს თქვეს რომ ესო ის იქნებოდა ტყუილი ფულის ხარჯვა იქნებოდა არა მოაქვს იმ ხელას არგებედი რამდენი. კი, აი ძალიან ძიმედ წეღარას ვახსენე რა. ძიმე ამბავია. გასაგებია უცნობის სანქცირება, მაგრამ ამ სანქციებში თან იჭყლიტება ქართული საზოგადოება. აი ხა გერმანიამ რამდენიმე დღის ამბავია. 700 მილიონ ლარზეა საუბარი. 700 მილიონი ლარის ინვესტიციები შეაჩერა ეს ხა პირდაპირ ქართულ ოცნებას კი არ ჩუქნდა, სახელმწიფოში იდებოდა ეს ინვესტიციები. ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურაზე იყო საუბარი. ანუ თითოეული მოქალაქე იგრძნობს აი ამ ხელა ტრაგედია ემართება სავალუტო იმითი. ლარს რა დაემართება ეს ალკე საკითხია, მაგრამ აი ეს უკვე ყოველ მოქალაქეს შეეხება ეს ყველაფერი. ამერიკის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ყველას ხსმენია და ვერაგი დაავადება. ესე იგი 80,000-მდე, რამხელა რიცხვია, 80,000-მდე მოქალაქე მისარგებლა ამ პროგრამით. ეს არის ვერაგი დაავადება, რომელიც ადრე თუ გვიან იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. 80,000 სიცოცხლე შეგვინარჩუნდა აი ამ ამერიკის დახმარებით. ეს არ დაფინანსებულა საქართველოს ბიუჯეტიდან. ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აი მარტო აი ამ პროგრამის გამოც კი არ შეიძლება ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭება და ამერიკის რაღაცა მტრად გამოცხადება, რაც აი ესე მესიჯ არ გადაგირჩინოს მოსახლეობას, შენი მთელი სისულელი აქვს. 80,000 ადამიანი გადაგირჩინა სახელმწიფომ და მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც 10 მაგდენი, 100 მაგდენი მოგიგო. დევნილად გიქცია ხალხი გამოყარა სახლებიდან. ერთ მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც 80,000 ადამიანი გადაარჩინა და მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც 10ჯერ მეტი ან მოკლა ამ დევნილად გიქცია, შეიძლება 100ჯერ მეტიც. ნუ, ამ შედარება კიდეც ალკე საკითხია. კარგი, ხა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია, როგორც თვითონ განაცხადა ახლა და რეალურად ხალხის ესე არის, ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია და დარჩება. ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ. გარედან სანქციებია, შიგნით კიდევ არის პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკურ კრიზისში მართალია ეწირება გარკვეულწილად ხალხის და ალბათ ევროპელი პოლიტიკოსები მაგიტომაც იკავებდნენ გარკვეული ქმედებებისგან თავს, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ამ ყველაფერს მინიმუმ ლარის გაუფასურება მოყვებოდა და წარმოიდგინე ხა 5 და 6 ლარი გახდება $1, თითოეულ ადამიანის ჯიბეზე ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რა. კი ბატონო. ხო, არ ვიცი, ჯერჯერობით ჩემი ხედვით არ უჩანს ქართული ოცნებისგან ისეთი დათმობა რომ უნდათ არ ჩანს მაინც და მაინც რა. მაგრამ რაღაცა ნიშნები არის იმისა, რომ სისტემაში შიგნით არის სერიოზული ძვრები. კი. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს? ხო, ანუ სისტემაში რო ძვრებია, აი აქ მოსვლამდე რამდენიმე წუთს ადრე ვნახე მელაძის სიუჟეტი მისაწვდება შაიშ მელაშვილი რო გადამდგარი ანუ ადამიანი ეს უყურე პატარა რაღაცა რამდენიმე წუთიან 2 თუ 3 წუთიან ვიდეოს ეს უყურე ხო ყოველი წინადადება რაც იმ ადამიანმა თქვა მიმდინარე და მომხდარ პროცესებზე იყო საშინლად დამთრგუნველი ყოველი წინადადება წარმოიდგინეთ ახლა ეს ადამიანი რომელიც აი ყველაფერს შიგნიდან იცნობდა შიგნიდან უყურებდა გამოვიდა და 22 წელიწადი მომსახურდა ამაზე საუბრობს თან აი ესეთი მაღალჩინოსანი რომ მოდის სისტემიდან თან მარტო სისტემიდან კი იმან ძალიან კარგად იცოდა რომ მის იქიდან წამოსვლა ნიშნავდა რომ ქვეყანაში ვეღარ გაჩერდება ხო რა თქმა უნდა უბრალოდ აღარ უღირდა არაფრად რაღაცების გაკეთება ხო აქედან გამომდინარე წამოვიდა მისი წამოსვლა კიდე ბევრისთვის ძალიან ესეთი მაგალითი არის ბევრი ფიქრობს რომ
აი სადამდე შეიძლება ჩაყვე ხო ამ ყველაფერს, ხო, იმიტომ რა რომ თქმა უნდა. ეს ახლა აი ფიქრობ ხოლმე რეალურად ახლა ყველანი ვართ ერთ დიდ გემში, რომელიც იძირება თუ არაფერი არ ქართული ოცნების მხარდამჭერიც, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც, ყველანი ერთად ვართ და ვიძირებით ყველანი და ნუ სადღაც სხვა პარტიების მხარდამჭერების თქვა, თორემ ან ნაცდა გვარქმევენ ან კი ბატონო რა ვიცი, გახარიას მხარდამჭერიც, ახალისა და ყველა ერთად და ადამიანი, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოწონს. ხო, თუმცა რა თქმა უნდა. ყველანი მანდ ვართ და ერთად ვიძირებით და ზემოთ აი ალბათ დარჩება, გადარჩება ის 1 და 500 მაქსიმუმ ადამიანი, რომელიც მის გარემოცვაში იქნება, მაგრამ დანარჩენები ხო ჩავიძირებით აქ. ლარადაღარ ივარგებს. რა ვიცი, ევროკავშირთან აღარ გექნება მიმოსვლა. საფინანსო სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ათობით წელი უკვე შენდება. ეს თუ ერთი ჩამოიშალა, მე ერთი ამდენი კიდე დასჭირდება ამის ხელახლა აშენებას. ნუ ეს არის კატასტროფა. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოეგება გონს ყველა, მით უკეთესი ხა. ყველაში არ გულისხმობ, იქ დარჩება ადამიანები, რა თქმა უნდა, რომელთათვისაც რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება არაფერი, მაგრამ ნელ-ნელა უკვე და ხედავთ ამის მაგალითებს, რომ გადადის ხალხის სხვა მხარეს. იაზრებენ, რომ იღუპება, მართლა იღუპება ქვეყანა, აბა როგორ წარმოუდგენიათ ევროპისგან და ამერიკისგან იზოლირებული საქართველოს მომავალი რა იქნება? ბრიქსში გაწევრიანება, რომელსაც გადაკიდებულია დონალდ ტრამპი და ერთ-ერთი პირველი ბრიქსი სერიოზული პრობლემები შეექმნება, ნუ ეხლა ძალიან ისე არ მინდა მტკიებალის გამომივიდეს, მაგრამ საგვიყვანს კიდე ეს. ხო, ნუ იქით პანამის არხზე ეხლა განცხადება გააკეთა, გრენლანდიის ყიდვა უნდა კაც, ნუ ბრიქსი რეალურად დგას ვაჭრობაზე ეხლა და ამერიკას აქვს იმისი საშუალება და ტრამპს აქვს იმისი, არ ვიცი როგორ თქვა ეხლა ჟარგონულად ვიცი როგორ ვიტყვი, მაგრამ თავი, რომ ხო, იმისი თავი, რომ ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს და ამერიკას აქვს მაგის საშუალება, იმიტომ რომ ნუ იქით სხვა ეკონომიკები ძირითადად დოლარში მუშაობს ეხლა და. კარგი, ლადო, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, თუ რამის დამატება გინდა, დაამატე და შეგვიძლია დავასრულო. ხო, ანუ წეღანავსკი ძალიან დიდი თემა, ამ თემებზე აღარ დავამატებ, უბრალოდ ძალიან დიდი წარმატება მინდა მისურვო, აი ამ ფორმატისთვის მადლობა გადაგიხადო და ვიცი, ასე გააგრძელეთ. მადლობა დიდი. კარგი მეგობრებო, გემშვიდობებით და შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდებით მალე.